კარგი ფორმულირება. კი, შესაშურად ხდეთ მართლა ზოგჯერ ჩვენც გვიკვირს. მე იმას ვიტყოდი, რომ ვაჭრობა ჩვენი შვილებით არ გამოვა. აი ესენი ხლა რა. აი რას გულისხმობთ აი ვაჭრობაში? იმას გულისხმობთ, რომ რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ გამოუშვებენ. ხო, აი დაუშვათ, უბრალოდ ჩემთვის ეხა დაშვების დონეზე მერე შემდეგი ან ისე უკან შეაბრუნებენ, ანუ ივანიშვილის ტრიუკი უნდა ჩაგვიტარონ? ან შემდეგი კიდე ვიღაც 50 თუ 54 იქნება? ამიტომ ვაჭრობა არ გამოვა. ქვეყანა დარჩეს ისე ვიძინახ ხო, წითელი ხაზი, არავითარი ადგილობრივი არჩევნები, თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნები. ეს არის წითელი ხაზი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება. ჩვენ ეხლა აქვს უყოლა სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს. ხო, ცხადია. მაგრამ ხომ მოახერხეთ. ერთი ზარი თუ ერთი. იმიტომ რომ მიზანი გვაქვს ერთი, ქვეყანაშვილები. ანუ არც ყოფთ. აი ტოლობის ნიშანია. ერთი და იგივე შვილებს ვიტყვედი, აი მნიშვნელობა არ აქვს. ერთია, ეს არის ერთი, ტოლობის ნიშანია. ქვეყანა და შვილები. სამწუხაროა, აი ჩემმა უმცროსმა შვილმა თქვა, დედაო, აი ერთ დღეს აი რო გათენდება უცებ შევალ Facebook-ზე და ვკითხულობ, რომ მარში დააორგანიზა ოპოზიციამ, გაერთიანება და აი რუსთაველზე ყველა ერთად. მე დამბება და ასე გავიფიქრე, რომ იქნებ მართლა ექსპერიმენტის დონეზე, სცადონ, იქნებ ამ ხალხს მიეცეთ იმედი. იმიტომ რომ სხვადასხვა წუხილები ხომ გვაქვს. ვერ გაერთიანდა, ჩვენ მოვახერხეთ. იმათმაც აი მოწოდებაც ჰქონდა, იმ აი ახსენის ის შეხვედრა. და მაშინ ისე გულდაწყვეტილები ვიყავთ, აი ორმა პარტიამ, ნუ კოალიციებს გულისხმობთ, ორმა პარტიამ იმ პარტიებში შემავალ კოალიცია. აი გადაჭრით არა წერტილი, არ მივიღებთ მონაწილეობას. ერთმა თავი შეიკავა, ნუ გახარიას პარტიას აშკარად გადაწყვეტილი აქვს, იმას გადაწყვეტილი აქვს, რომ მიიღოს მონაწილეობა. არც გვიკადრა გახარიამ. ჩვენ ხაზგასმით მისი წარმომადგენელი ხომ იყო შეხვედრაზე პარტიის? ქონდა მოლაპარაკება ინგა, რომ არავინ არ უნდა მოსვე. წარმომადგენელი არა, ლიდერებთან გვინდოდა შეხვედრა. ანუ გახარია. ხაზგასმით. გახარია წულუკიანს უფრო ხშირად შეხვდა ამ პერიოდში ვიდრე ჩვენ. და ნუ ეხლა წულუკიანთან კიდე იქაც თუ მათემატიკურად გავყვებით. ის გამოიძახეს. დადგმული იყო. დაგაჯარიმებთ ხო უთხრათ. თან ამბობს აი თქვენთანაც ეთერში რო ყავდათ გახარია პასუხისმგებლიანი პარტია. ნუ აი გახარია რომელ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს არ ვიცი. გახარიას გონდია რომ ჩვენ 20 ივნისში დაგვავიწყდა? არა, გახარიას პარტია დიმიტრი ჩიტიშვილი ეწვებოდა ამ შეხვედრას ეს ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა. ხო. კი ბატონო. სხვა შორის გახარია რომ ყავდა ეთერში ნანი მწერდა მაშინ და მეუბნება მომწერა ასეთი გზავნილი გამომიგზავნა, როგორ მინდა ეხა სტუდიაში შემოსვლაო და გამეცინა, თუმცა რა იყო სასაცილო სიამოვნებით გნახავდით ყველას თქვენ და კიდევ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებს, ყველა წარმომადგენელთან ერთად ოპოზიციის, ხო, გაგაწყვეტინეთ ბოდიში. ხო, მე ოპოზიციას, რომ ყველა ერთად, თორე ცალ-ცალკე ყველა პარტიის წარმომადგენელი მინდა, იქ არიან აქციებზე. ყველას ვიცნობთ, უკვე პირზე კოცნით ხვდებით ლამის. აი ყველა, მაგრამ აი ის მათი ერთად დასხდომა არ მოხდა. მაგრამ მაინც დადის ხმები აქციაზე, რომ აი მიმართავ, აი რა. ხო, აი მიმართეთ, შეგიძლია. არ მოგისმენიათ, მე მომისმენია მაგალითად აქციაზე, რომ სულ ყველანი შევლენ არჩევნებში. აი მე გუწფელად გეტყვით, ვერ ვიტყოდი ესე ცალსახად, იმიტომ რომ შეიძლება იმიტომ რომ ჩემი რესპონდენტები არიან მაინც და რაღაცნაირად მაინც ბოლომდე არ მაქვს გადაწურული იმედი, რომ ადამიანები რაღაცას რომ ამბობენ, მეორე დღეს შეიძლება ამის ეხლა უყურე, გან არ მინახავს დადებული პირობის აყირავება 1998 წლიდან მიმყავს გადაცემები, ანუ გასული საუკუნიდან და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი დადებული პირობა და მე აყირავებული მინახავს, მაგრამ ეხლა არის სხვა რეალობა. ეხლა ციხეში არიან ეს სინდისის პატიმრები. ეხლა არიან ეს ბავშვები გამოსახსნელი და აი ვერ წარმომიდგენია ისინი ტყვეობაში ნაწამები ჩვენ ხო მაყურებელს მინდა უბრალოდ შევახსენო ალბათ შემდეგ გადაცემებში აუცილებლად უნდა შევახსენოთ რა წამების ხარჯზე მოხდა და
თითოეული მათგანი ციხეში წარმოუდგენელი ისტორიები, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, პატიმრები დღეს რო ვამბობ, ნაწამები პატიმრები უნდა დაურთოთ. წინ და აი ეხა უცებ ვიღაც დგება და განცხადება საკეთებს ინგა გრიგოლიას ეთერში ან ნებისმიერი ჟურნალისტის ეთერში, იცით რა მე გადავწყვიტე, რომ ეხლა ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გავიდე, აი რა ვიცი, მართლა მოწმეულად ვამბობ, ვერ წარმომიდგენი. იმედი რომ აი არ ვიცი, ისე თუ კალანდარიშვილი ჩაატარებს, ხო? რანაირად იმედი აქვს რომ გაიმარჯვებენ, თუ აი ვერ ხვდები რა საკეთებს.